მიწელუნთაზე 7 წლის. სწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ცეკვა, ხატვა, მუსიკა და ტამბაჯიში. მე ვსწავლობ მუსიკალურ სკოლაში და ვუკრავ პიანინოზე. პიანინო იმიტომ ვაჩიე, რომ ძალიან კარგი ხმა აქვს და ძალიან მახსოვს პირველი დღე მუსიკალურში რომ მივედი. არავის არ ვიცნობდი, მაგრამ არ უნერვიულობ. პირველად მასწავლებელი გავიცანი. მე დავიწყე სიმღერა. ჩემი საყვარელი სიმღერა ჭრელო პეპელა. ჭრელო პეპელა გაფრინდინელა დელიავრა ნული. დელიავრა ნული, დელიავრა ნული, დელიავრა ნული. მე მაქვს სახში მიკროფონი და ზოგჯერ სახში ვაწყობ კონცერტს. ამ კონცერტზე ესწრებიან თუ ბები არის სახში, ბაბუა, დედა, მამა და ვსა. ჩემს ძმას სიმღერა არ უყვარს და მიდის და კომპიუტერზე თამაშობს. პიანინოს დაკვრაში არის ყველაზე ძნელი ნოტების სწავლა. ყველაზე ადვილი არის 2 თითი დაკვრაზე. მუსიკაზე ჩემი მასწავლებელი არის თამილა ციცხვაძე. ძალიან უყვარდა და სულ მეხუტება. პიანინოს გარდა კიდე მინდა ვუკრავდი ფანდურზე. მალე მინდა მქონდეს კონცერტი. ეს კონცერტი მინდა მქონდეს პარიზში. მე ასევე მიყვარს ცეკვა და 1 წელია ვცეკვავ კოლხაში. ჩემი საყვარელი ცეკვა არის აჭარო. საყვარელი ირეთი არის. ჩემი აზრით გოგოები უფრო კარგად ცეკვავთ ვიდრე ბიჭები. ასე იმიტომ მგონია რომ ბიჭები დახტიან და არაფერს არ აკეთებენ. კოლხაზე ჩემი მასწავლებელი არის ირაკლი შეფათავა. ძალიან მხიარულია და თვითონაც კარგად ცეკვავს. მე კიდე ვაპირებ ვიცეკო 12 წელი. მაქვს კარგი ტანი და ძალიან მეხდება ცეკვა. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, კარგი მასწავლებლები მყავს და კარგი კლასელები. ჩემი კლასი ყველაზე მხიარულია ლილე იშხნელიძე. ყველაზე ჭკვიანი არის ნია რეხვიაშვილი. ყველაზე მშვიდი არის ანასტასია სარიშვილი. ყველაზე ბედნიერი არის ანასტასია აბოიანი. მე ვარ ყველაზე ცელკი და ნიჭიერი. ჩემი საყვარელი ფერი არის ვარდისფერი და არ მიყვარს შავი. ჩემი საყვარელი მასწავლებელია ნანა ჩხაიძე. იმიტომ რომ ძალიან ხიარულია და ძალიან ლამაზი. მე მგონია ნანა მასწავლებელი ყველაზე ძალიან მე მიყვარს. ჩემი საყვარელი საგანია ხელოვნება, იმიტომ რომ ხატვა ძალიან მიყვარს. ხატვა ჩემთვის სწავლე და უკვე ვარ კარგი მხატვარი. ყველაზე ხშირად ხატავ ნიკო ფიროსმანის მეთევზეს და მეზოეს. მე აგროვებ ბევრ დახატს და მაქვს უკვე 80 მაინც. იმიტომ აგროვებ, რომ გავიზრდები, გავიხსოვო ჩემი ბავშვობა. ჩემი ბავშვობა დამთავრდა, რომ ვიყავი 6 წელი. მომწონს დიდი რო ვარ და ახლა მინდა ვიყო 12 წლის. იმიტომ რომ ჩემი ძმას 12 წლის არის და მინდა რომ სულ 1 კლასში ვიყოთ. დახატები არ გამიყიდია და მინდა გავყიდო 20 ლარი. ჩემი ოცნები საჩუქარია პატარა ლეკვი და პლანშეტი. სახში ცხოვრობთ მე, დედა, მამა და ჩემი ძმა. კიდე მინდა ვყავდეს 3 და 2 ძმა. ჩემი ძმა 12 წლის და ქვია დოდო. ის არის ვაჟკაცი, მსურველი, ჭკვიანი და შრომელი. ჩემი აზრით დოდო რო გაიზრდება, გამოვა დიდი ფეხბურთელი. მამიკო არის სიმპათიური, შრომელი და ჭკვიანი. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, შრომელი, კეთილი და მზრუნველი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ბრინჯი და ჭადი და ყვადი. სხვათა შორის მეც ვიცი კარგი საჭმელების გაკეთება. პირველად საჭმელი რო გავაკეთე ვიყავი 3 წლის. ეს საჭმელი იყო ხაჭაპური. ჩემი საყვარელი საჭმელი არის პიცა. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია სატკბილეთის ქვეყანა. საყვარელი მულტფილმი არის მეგამინიონები. ჯაზური ჯოხი რომ მქონდეს, შევძლებდი ფრენას. ფრენა რო შევეძლოს, აქედან პირდაპირ გავფრინდებოდი პარიზში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა.
ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? ჩემი აზრით ყველაზე ცნობილი ადამიანია რუსკა მაღაშვილი. შემდეგ მონაწილეს ვუტყობ ასეთ შეკითხვას. ვისთან ერთად გაფრინდებოდა კოსმოსში? მე მაგალითად კოსმოსში გავფრინდებოდი ნანა მამიდასთან ერთად. ყოველივიდან მე გავარ ტიტას. ახლა რომ ყველა ბავშვი მისმენდეს, ვეტყოდი რომ კარგად ისწავლონ, დედას დაუჯერონ, მასწავლებელს უსმინონ, ყველაფერი ისწავლონ, კარგად ამოხსნან მაგალითები მათემატიკაში და კარგად დახატონ. მშობლებს ვეტყოდი რომ ბავშვებს ყველაფერი შეუსრულონ, ნაყინი უყიდონ, გასართობად წაიყვანონ, პირველ ივნისს გასართობად სადმე წაიყვანონ და ყველაფერი შეუსრულონ. ბედნიერება არის თამაში და ოჯახთან ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.